დღეს 26 მაისია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 107 წელი გავიდა. თარიღს ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებულად ზეიმობენ. მოვლენათა ეპიცენტრი კახეთში თელავი იყო, სადაც საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. ერეკლე მეორის მოედანზე ტრადიციულად წელსაც გამოიფინა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა, რომელიც დამთვალიერებლის დიდ ინტერესს იწვევდა. არის გამორჩეული დღე ჩვენი ქვეყნისთვის, მინდა მიულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს თავისუფლების დღე, დამოუკიდებლობის დღე. ეს არის დღე, რომელსაც ყოველწუთიერად, ყოველწამიერად ჭირდება ბრძოლა, ჭირდება შენარჩუნება და ამისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილი, რა თქმა უნდა, არის ძლიერი ეკონომიკა, ქვეყნის განვითარებას. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი, რომ ერთ-ერთი გამორჩეული მდგენელი იყოს ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე. დღევანდელ დღეს ჩვენი სამინისტროს ფარგლებში წარმოდგენილი ვარ თელავში, ახალციხეში და ქუთაისში. თელავში წარმოდგენილი არის სოფლის განვითარების სააგენტო. გილოცავთ 26 მაისს ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის რიცხვი, საიდანაც იწყება საქართველოს დამოუკიდებლობის გზა. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ წასულ გმირებს, ვიხსენებთ მომავალს და ნათელით შევყურებთ იმ დღევანდელ პერიოდს, რასაც ქვეყნის განვითარება ჰქვია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს ყველა ჩვენთაგანმა აკეთოს ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო. დღევანდელი დღე სამხედროებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. დღეს წარმოდგენილი გვაქვს საბრძოლო ტექნიკა, საბრძოლო აღჭურვილობა, შეიარაღება და ვეპატიჟებით ყველა მოქალაქეს მოვიდნენ დაათვალიერონ და აუხსნით ყველას. თელავის მთავარ მოედანზე სხვადასხვა პავილიონი იყო მოწყობილი, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებმა საკუთარი პროდუქცია გამოფინეს. მრავალფეროვანი ნაწარმის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ეს დღე არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი დღესასწაული ყოველი ჩვენთაგანისთვის, რადგან საქართველოს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე არის ასოცირებული ყველა ჩვენი მოქალაქისთვის პირად ღირსებასთან და ბედნიერებასთან და იმედი გვაქვს, რომ თელაველები და მოსული სტუმრები კარგ დროს გაატარებენ. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ერთ-ერთი უბედნიერესი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ დღეს აბსოლუტურად ნებისმიერ ქართველი ყველა ოჯახში უნდა ზეიმობდეს და ასეც არის და უზეიმობთ ყველანი. ეს ამახალისებელი ღონისძიებები, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს ჩვენს მეურნეობების წინ სვლისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ იქნება ისეთი სიტუაცია, რომ მეტი და მეტი იქნება, რაც შეიძლება მეტი ღონისძიება ჩატარდეს, ამაზე ძალიან დიდი მადლობელები ვიქნებით. მთელი დღის მანძილზე ცენტრალურ მოედანზე სპეციალურ პავილიონებში მიმდინარეობდა საუბრები კახეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობებზე, საზოგადო მოღვაწეებზე. გამოფენილი იყო საქართველოს ღვინის სამშობლოს უძველესი სამუზეუმო ექსპონატები და კახეთის რეგიონის ვაზის ჯიშები. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში ქალაქები და ცენტრალური მოედნები მორთულია ეროვნული დროშებით. 26 მაისი ჩვენი დამოუკიდებლობის დღეა. თითეული მოქალაქისთვის დღევანდელი დღე ასოცირდება თავისუფლებასთან და პატრიოტიზმთან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ქალაქ თელავში მასშტაბურად აღინიშნება დღევანდელი დღე. წარმოდგენილია კახეთი როგორც მევენახეობა მეღვინეობის მხარე. მინდა კახეთიდან, კერძო საახალწლო ქალაქიდან დამოუკიდებლობის დღე მიულოცო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. პატარა ვიზიტორებისთვის კი მოეწყო კოსტუმირებული მსვლელობა, ანიმატორების შოუ, შემეცნებითი აქტივობები და კონცერტები. სპეციალური სივრცე იყო გამოყოფილი გურმანებისთვის, სადაც კახური ტრადიციული კერძების მასტერკლასები ტარდებოდა. 1918 წლის 26 მაისი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე არის. დღე, რომელიც ყველა თითოეულ ჩვენთაგანს გვაერთიანებს და რომლისთვის ბრძოლამაც მოუტანა დღეს ჩვენ ქვეყანას დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს ერთიანობისათვის და თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს. შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზატორებმა ღონისძიების დაგეგმვისას ყველა ასაკის ადამიანის გემოვნება გაითვალისწინეს და ეს ყველა კუთხეში იგრძნობოდა. მინდა მიულოცო სრულად საქართველოს დღევანდელი დღე, ეს დიდებული დღე და მართლა გამორჩეული დღე ქართულ სინამდვილეში. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ლამაზი სანახაობა, ძალიან
თვითონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პავილიონები და ისინი აი ძალიან კარგი რამ არის და მე მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს რაღაცნაირად სახე მიიღო ამ ყველაფერმა ისეთი დიდებული რა როგორც გვეკადრება ჩვენ 26 მაისი აღნიშნეს გურჯაანშიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს კულტურისა და დასვენების პარკმა უმასპინძლა აქტივობები კი პირველი საათიდან დაიწყო მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები საღამო გალა კონცერტმა დაასრულა გილოცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში 26 მაისი არის დიდი ეროვნული დღესასწაული თითოეული ჩვენთაგანისთვის საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყო ერთი აზრი რომელზეც მთლიერი იდგა ყოველთვის მამული ენა და სარწმუნოება კი ჩვენი ქვეყნის უდიდესი ღირებულებებია მინდა ყველას გისურვოთ გაერთიანებულ საქართველოში სულ მალე ცხოვრება და მინდა გითხრათ რომ ეს დღე ჩვენია. მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი არის უმნიშვნელოვანესი დღე თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაში და მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უსურვო რომ ეცხოვროთ გამთლიანებულ, გაბრწყინებულ და ძლიერ საქართველოში. 26 მაისი საქართველოში 1918 წლიდან აღინიშნება და ის ეროვნული დღესასწაულია. 26 მაისი ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული.